კლინიკიდან ისევ საპატიმროში ვივამედის პალატაში გატარებული 1280 დღის შემდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული და ბრალდებული ექს-პრეზიდენტი ციხეში დააბრუნეს. ოფიციალური მიზეზი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა, თუმცა თავად ექს-პრეზიდენტისა და მისი თანაგუნდელებისთვის მიზეზი სულ სხვა. მიხეილ სააკაშვილი ციხეში გადაყვანის გადაწყვეტილებას მხარდამჭერების დაშინების მცდელობა დაფასებს, თავს კი ვლადიმერ პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევს. თუ იმ განცხადებებს დავეყრდნობით, რომელიც წერილებისა და პოსტების სახით ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა საპატიმროდან უკვე გაავრცელა, მოსკოვთან შეთანხმებით ქართული ოცნება მის განადგურებას გეგმავს. წამებასა და მოწამვლასთან დაკავშირებით წარსულში გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით ექს-პრეზიდენტის მორიგი ბრალდებები აბსურდულია მმართველი გუნდისთვის. ქართული ოცნება აქცენტს იმ სისხლის სამართლის საქმეებზე აკეთებს, რომელთა ნაწილზეც გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დამდგარია, ნაწილის განხილვა კი სასამართლოში ახლაც მიმდინარეობს. ხანგრძლივი მკურნალობა დასრულებულია, მაგრამ სასჯელის მოხდამდე ჯერ ისევ დიდი დროა და ამ დროს მიხეილ სააკაშვილი სასჯელ აღსრულების ნომერ მე-12 დაწესებულებაში გაატარებს. გადაწყვეტილების საფუძველი კი მისი ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. 3 წლისა და 6 თვის შემდეგ სამედიცინო დაწესებულების ოროთახიანი პალატიდან სააკაშვილი ციხის საგანში გუშინ დააბრუნეს. დღეს კი ადვოკატების სახით პირველ სტუმრებს უმასპინძლა და ციხეში პირველი 3 წერილიც დაწერა. მათგან ბოლოს ადრესატი უკრაინის პრეზიდენტია, რომელსაც მართალია ომის პირობებში შეწუხებისთვის კი უბოდიშებს, მაგრამ თან იმასაც წერს, რომ მისი ბედი სწორედ ამ ომს უკავშირდება. ამიტომ ზელენსკის ომის სამოქალაქო ტყვეების სიაში შეყვანას თხოვს შესაბამისი სამართლებრივი შედეგებით. თუმცა, რა შედეგებზია საუბარი აღარ აკონკრეტებს. მეორე წერილი შედარებით მცირეა და დიდხნიანი პაუზის შემდეგ სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში მისი მტკიცებით შეცვლილ ვითარებაზეა. მესამე კი უკვე ადვოკატებს გამოატანა. ამჯერად კლინიკიდან ციხეში გადაყვანის მიზეზების მისეულ ვერსიაზე წერს. რატომ დამაბრუნეს? სწორედ ახლა ჯალათებთან? ჯერ ერთი იმიტომ, რომ უნდათ ჩემი მრავალრიცხოვანი მომხრეების დაშინება, მეორეც ეს უგზავნის კონკრეტულ გზავნილს დასავლეთს და უკრაინას. საქმე იმაშია, რომ ივანიშვილმა თავის დროზე აიღო ვალდებულება ჩემი სიცოცხლის შენარჩუნების და ახლა ამ ნაბიჯით ეუბნება ევროპელებს და ამერიკელებს, რომ ეს დაპირება როგორც ყველა სხვა ძალაში აღარა. ნებისმიერი გადაწყვეტილება მასთან დაკავშირებით, ნებისმიერი ღონისძიება მასთან დაკავშირებით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები. სამედიცინო მდგომარეობასთან დაკავშირებით მე ვერავითარ ასეთ განმარტებას ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ არავითარ ინფორმაციას არ ვფლობ მე პირადად. შესაბამისად ამ ნაწილში მე არ შევალ, თუმცა არის მხნეთი. 3 წელიწადნახევრიანი მკურნალობის შემდეგ მსჯავრდებულის კლინიკიდან საგანში დაბრუნების მიღმა ადვოკატები პოლიტიკურ ნიშნულზე მიუთითებენ და ვერაფრით აკავშირებენ გამოჯანმრთელებასთან. მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერს ამბობენ სააკაშვილის კლინიკაში დატოვების აუცილებლობაზე. არადა ვივამედის კლინიკური დირექტორი პირდაპირ ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც პაციენტი კლინიკაში უნდა რჩებოდეს. სწორედ ამ არგუმენტიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მინისტრს უყვირს ის, თუ რატომ უყვირს სხვებს გამოჯანმრთელებული პაციენტის კლინიკიდან გაწერა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. კვლევის შედეგებიც იყო დოზის ფარგლებში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამებოდა უკვე იმ კრიტერიუმებს, რომელიც აუცილებელია სტაციონარში პაციენტის ყოფნისთვის. ამიტომ აუხსნა მკურნალმა ექიმმა მას ეს სიტუაცია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაბამისად ეცნობა გაძევის შესახებ. განსაკუთრებულ მედიკამენტს რაიმე დაავადების სამკურნალოდ ამ ეტაპზე არ იღებს. მე მგონია, რომ ეს აბსოლუტურად ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილებაა. ყოველ შემთხვევაში ამასთან დაკავშირებით საპირისპირო არგუმენტსაც ვერავინ შეძლებს რო თქვას, რატომ არ უნდა მომხდარიყო ასე თქვა ამ გადაწყვეტილების მიღება და მისი აღსრულება. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ნორმალური გადაწყვეტილებაა. ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და აქვს სასჯელი მოსახდელი, დიახ, რა თქმა უნდა, ის უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც ეს ხდება ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში. არც ჯანდაცვის მინისტრის და არც ვივამედის კლინიკური დირექტორის ინფორმაცია თუ შეფასება. გამოჯანმრთელებული მსჯავრდებულის საგანში დაბრუნების თაობაზე საკმარისი და მისაღები არ არის ნაციონალური მოძრაობისთვის. პარტიაში ადვოკატების მსგავსად პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბრობენ, რადგან როგორც მაგალითად თინა ბოკუჩავა ამტკიცებს, მმართველი გუნდი სააკაშვილში არა მსჯავრდებულ პატიმარს, არამედ მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს ხედავს. 13 წლის თავზე ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებიდან ივანიშვილის მთავარი მეტოქე და პოლიტიკური მტერი, ისევე როგორც პერსონალური მტერი, დღესაც სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.
ეს განპირობებულია იმით, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის პირადი ნომერ პირველი მტერი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. სააკაშვილის პალატიდან საგანში დაბრუნების პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობენ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების ფონზე ეს საკითხი მთავარ პოლიტიკურ თემად მაინც ვერ იქცევა. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ სააკაშვილის გარდა ახლა სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში სხვა პოლიტიკური ლიდერებიც იმყოფებიან. პარტიების ნაწილი სვამს კითხვასაც, რატომ დააბრუნეს სააკაშვილი საგანში გუშინ და არა მაგალითად ერთი თვის წინ. ამ კითხვის ავტორები გახარიას პარტიიდან არიან, რომლებსაც ეჭვებს მათი ლიდერის წინააღმდეგ გუშინ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა უმძაფრებს. გუშინ გაუმჯობესდა დედებადაში გიორგი გახარიას მიმართ ბრალის წარდგენიდან 4 საათში გაუმჯობესდა და იქამდე ცუდად გრძნობდა თავს მიხეილ სააკაშვილი. აი მაგალითად 1 წლის წინ ცუდად გრძნობდა თავს. ჩვენი ინფორმაციით და თუნდაც საჯარო ინფორმაციით დაახლოებით ბოლო 2 წელიწადნახევრის განმავლობაში სტაბილურად დამაკმაყოფილებელია. ამ თემის გადაფარვასთან არის კავშირში. რა თქმა უნდა, ეს იმისთვის არის, რომ რაღაცა პოლიტიკური დღის წესრიგი თითქოს შექმნან და ყურადღება გადაიტანოს. რა ვიცი, ამას ვერ მოახერხებს ქართული ოცნება, გადაიყვანეს და ეს არის ფაქტი. ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას და ვერ ვხედავ იმას, რომ აი რაიმე ხა აქ დამატებითი პოლიტიკური დღის წესრიგის შემქმნელი შეიძლება იყოს ეს გახდეს ეს ფაქტი. ოპოზიციაში გაჩენილ ეჭვებსა თუ კითხვებს კითხვითვე პასუხობს მმართველი გუნდი. თუკი მსჯავრდებული 3 წელი და 6 თვე სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა. თუკი ამ მკურნალობამ შედეგი გამოიღო და ექიმები ამბობენ, რომ ის გამოჯანმრთელებულია, მაშინ რატომ უნდა დარჩეს პატიმარი პალატაში და რატომ არ უნდა მოიხადოს სასჯელი ციხეში? მით უფრო იმ ფონზე, რომ პატიმრის ბოლოდროინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩანდა იმ სასამართლო პროცესებზეც, რომელსაც დისტანციურად კლინიკიდან ერთვებოდა. გადავიდა იქ, სადაც უნდა იხდიდეს სასჯელს. მსჯავრდებული. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. აქამდეც უკვე ხედავდით საჯაროდ, რომ ძალიან კარგი ხასიათზეც იყო, ძალიან კარგი ჯანზეც იყო, სოფლიო პოლიტიკას ალაგებდა არა მარტო საქართველოსაც, ასე რომ ეს გადაწყვეტილება გასაკვირი არავისთვის არ იყო. ვიმეორებ მისივე პარტიის წევრებისთვისაც კი, ასე რომ ის გააგრძელებს განაჩენით მიკუთვნებული მსჯავრის მოხდას, რაც აქვს სასამართლოს მიერ. ბრალი სიმძიმე ბრალისა რასაკვირველია ყველას შესაბამის სტრუქტურებს ავალებს, რომ მაქსიმალურად იყოს სამართლიანი. მათ შორის იმ ადამიანების მიმართ, ვინც ციხეებში იტანჯებოდა სააკაშვილის პერიოდში და დადგენილი სტრასბურგის მიერ დადგენილი ფორმულირებით მართავდა ქვეყანას, როდესაც წამებას ჰქონდა სისტემური და სისტემატიური ხასიათი. პატიმარი სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში 2022 წლის 12 მაისს სტაციონარული მომსახურების მიღების მიზნით გადაიყვანეს. თუმცა ამ გადაყვანას წინ ჯერ მისი ქვეყანაში რძის პროდუქტებით დატვირთული კონტეინერი შემოპარვა უძღოდა, რასაც მისი დაკავება მოყვა იმ სისხლის სამართლებრივი საქმეების გათვალისწინებით, რომელზეც სააკაშვილი ახლა უკვე მსჯავრდებულია. დაკავებას სააკაშვილმა საგნიდან შიმშილობის გამოცხადებით უპასუხა. გარეთ კი მისმა თანამოაზრეებმა საპროტესტო აქციებითა და სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, თუმცა გათავისუფლებასთან ერთად იყო კიდევ ერთი მოთხოვნა: შიმშილობით დაუძლურებული მსჯავრდებულის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა. უფრო მეტიც, ეს მოთხოვნები ისმოდა ქვეყნის გარედანაც, ევროპარლამენტში გამართული პერფორმანსებით თუ საგაზეთო სტატიებით. ოჯახს თუ მის მხარდამჭერებს არც დრო, არც ენერგია და როგორც მოგვიანებით ამერიკული ფარას დოკუმენტებიდან გაირკვა, არც ფინანსები დაუშურებიათ ლობისტური საქმიანობისთვის, რომ სააკაშვილი საკითხზე ესაუბრათ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. ერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თვეების განმავლობაში მსჯელობდნენ ექიმები და პოლიტიკოსები, რომელთა ნაწილიც ხან მის მოწამვლაზე ერწმუნებოდა და ხანაც ჯანმრთელობის ისეთ მძიმე მდგომარეობაზე, რომელსაც საქართველოში ვერ უმკურნალებდნენ. პოლიტიკური, სამართლებრივი თუ სამედიცინო ბატალიების შემდეგ სააკაშვილი კლინიკა ვივამეთში გადაიყვანეს, სადაც 1280 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ და როგორც გაირკვა, ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის სტანდარტებს მიღმა და ექიმები გასცემენ რეკომენდაციას სასჯელი ციხეში მოიხადოს.